დილა მშვიდობის ხარ, არა დღე მშვიდობის ხარ ხმა. თუმცა საათი მართლა არ ვიცი რომელია. ნინო, საათი რომელია? ნინო? 2 საკლია 15 წუთი. ეს ავიღო. მოკლედ დღეს ისეთი საქმე ვერაფერი ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირფასი საქმე მაქვს აღებული. ხო და მთელი სიფრთხილით ვაკეთებ ამას. და იმედია გამომივა, იმიტომ რომ პასუხისგებლობა ავიღე. მთხოვა მასწავლებელმა და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ჩვენი სკოლის რელიეფური რუკა უნდა აღვადგინო. ძალიან არის დაზიანებული, ალბათ მრავალი წლისაა და ბავშვების უდიერად მოპყრობის გამო. მახსოვს სკოლაში გეოგრაფიას რო სწავლობდით, ხოლმე მასწავლებელი გვეტყოდა, რომ ბავშვებო აქა და აქ არის რუკა და მოიტანეთ. და მოხდა ხოლმე ხან ვაფრიალებდით, ხან რაღაცა და შეიძლება ერთ დროს ამას მეც მოვაფრიალებდი, მაგრამ მაშინ არ მქონდა განცდა იმის, რომ ძალიან ძვირფას რაღაცას ვექცეოდი უდიერად. ამისთვის საჭიროა ტუალეტის ქაღალდი და წებო, რომელიც კალგოტკის გარდა სხვაგანაც უნდა წაუსვო. ხო და ეს არის რელიეფური რუკა, რომელიც არის წლების და როგორც ვიცი, ასეთები აღარ იბეჭდება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ახლა განახებთ რამდენი რამე ავაცად. მოდით აქ. ანუ ეს საკიდია, ეს სკოჩები ხა ვიღებდი და ეგევე ვყრიდი, რომ აი რა ვიცი. ძალიან არის და სულ ყველგან სკოჩები ყრია, ავაცალია ესე გარშემო სულ სკოჩები ეკრა. უკანა მხრიდან მიდევს რა თქმა უნდა და ეს ადგილი აკლია, ეს აკლია. საკმაოდ ისეთი სამუშაოა, მაგრამ ჯერ ვამაგრებდი ესეთი სქელი შპალიერის ქაღალდით, აი ეს რაც ძალიან გახეული და გაფუჭებულია, მაგრამ აქ ფიზიკურად მაგ სქელ ქაღალდს ვერ გამოიყენებ, იმიტომ რომ დეფორმირებულია და კარგად უნდა ესე უნდა ჩაჯდეს და ეს ავიღე. მაგრამ ეს იმდენად რბილია, რომ ხელებში მეწებება და თან რამდენიმე ფენა როა არ ვარ. ამიტომ ჯობია ჩვეულებრივი მამაპაპური ტუალეტის ქაღალდი. ახლა უკანა მხრიდან ვერ იმას ვიზავ. ცოტათი მაინც თუ განახებთ, ძალიან არის დაზიანებული, არის ძალიან ლამაზი რუკა, ძალიან ლამაზი და რო დავამთავრებ განახებთ. ახლა ეს უნდა შევავსო. მე რო მოვატრიალებ ეს ადგილები უნდა ისე დავამუშაო, რომ არ შეეტყოს, ან ვამოვატრიალებ უნდა რელიეფური იყოს კიდე. ხო და პირველად ავიღე ესეთი საპასუხისგებლო საქმე და დამიჯერეთ ძალიან სასიამოვნოა ეხლა ეს ყველაფერი ჩემთვისაც და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნდობა გავამართლო. სუმთლიანად უნდა დავფარო ისედაც ამით, რომ იყოს შემდეგში და ჩემნაირი უდიერი მოსწავლე თუ გააფრიალებს ამას. იყოს მეტად მყარი. არა, მე არ ვამბობ ვაფრიალე მეთქი ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო დროშებია თუ რუკები, რომელსაც მოვარბეინებდით ხოლმე და ეხა ქაღალდის რუკა როა ხო იცი გაშლილ მდგომარეობაში, რაც დაემართებ. ხო და უნდა გავამყარო ამით, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ტუალეტის ქაღალდი ეს არის მარტო ემულსია წებოთი ვაკეთებ. ეს ჩემო თანამშრომელმა რომ მაჩუქა ხო გახსოვთ ემულსია წებომე, გია მაჩუქა თევზებში. აი იმას ვიყენებ და არის მაგარი წებო. და ეს ქაღალდი რო სველდება, ხდება ძალიან მყარი. და რა თქმა უნდა, მე იმას შვები ხოლმე, ვლაკავ ხო იცით და თლათ მყარი გახდება და წესით რა ვიცი, კიდე მრავალ წელს გაუძლებს ეს რუკა.
ოღონდ ჩემნაირ ბავშვებს არ მიაკაროთ. ვინც დროშის მაგირობას წევდა ხოლმე, როცა რუკა მოხონდა გაკვეთილზე. აი ცარც მოვიტან მასწავლებელოს სიტუაცია, ხო იცი, რუკას მოვიტან მას, გეგონება, რუკის გარეშე გეოგრაფია ჩემთვის არ იყო, ის იყო წარმოუდგენელი. ეხა არ მინდა კიდე რომ ეს ხაზები იყოს აცდენილი ერთმანეთთან. ძალიან ფრთხილად უნდა გავაკეთო. და ესეც ხო სასიამოვნო პროცესია თან და რაღაცა, მაგრამ აი რვა მოაბრუნებ და აი ის რაც აკლია, ის უნდა შევღებო და დავხატო რუკა. აი იქნება მთლად ძალიან მაგარი პროცესი. ჰაუ. არა, თავი დაანებე, ხო უნდა გადავა ისავქნა და მე საღამოს ერთიანად შემოუქროლებ. იცი როგორ დავალაგე, გავაწყვილე. არა და გუშინ წი დავალაგე მე. აი იმ რუკას არც ერთი ბავშვი არ გაეკაროს, თორე ჩამოვალ და მეკცემთ. აუφ. მივეხმარები დარეჯანი მასწავლებლებს თქვენ ბეგვაში. მიტანილი არ იქნება უკვე რომ უკან გამოვატანენ ისო გააკეთე. არ არსებობს შვილო, ესე უნდა გავაკეთო რომ სულ რომ დაიქნიოთ არაფერი აღარ მოუვიდეს, მაგრამ მართლა ძალიან უნიკალური არის ესეთები, მართლა აღარ გამოდის. ბანანა გამოიყოს. ბანანა. მე? აი ეს არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ არ ვიცი, რავი, ნახოთ. არა, ამას ძალიან მყარად გავაკეთე, ეს უნდა დავფარო. ერთი პირო გაშრება, მერე კიდე. ძალიან ბევრი საქმე მაქვს მაღლა. ძალიან. აი გუშინდელის მერე რო აღარაფერი არ გამიკეთებია რა, მაგრამ ესეც სასწრაფოა რომ დროულად დაუბრუნდეს. ასე რომ რაღაცა ეტაპამდე მაინც მივიყვან, რომ ხვალე სამსახურიდან რომ მოვალ. აი მე თუ მოველი, ხვალე ნინო თურქეთში მიდის და დამიწოვა 3 ტორტი. ნუ ფიგურებზე და რაღაცებზე არ ავდარდობ. მე უნდა შემოუკრებო ხალხო. აი მე ძალიან ვიზიარებ ისი ტორტიც არის. იმედია აწყობილი მაინც იქნება. ანუ მე ჯერ იმაზე ვდარდობ, რომ ზემოდან მე უნდა შემოუკრებო ფიგურები რა პრობლემაა. ძალიან სწრაფად უნდა ვიმუშაო ხვალე 3 ტორტია და რავი, ალბათ მაგრად მაგინებენ თუ დროულად არ გავაკეთე. ნინოც არ არის რომ პასუხისგებლობა მაგაზე იყოს. ხო, აი ხა ბარგდებოდნენ და ჩამოვა. რომ ჩამოვალ მწვადები შევწვათო. ეს. მე შეიძლება გავიდე დღესაც. რა ხდება რა არის ყოველ დღე გასვლითი ისა გაქვს. ანა ნოვინ არის. და ელენე სადღა? ანუ შენის დაალაგე, ხო? ნინო? საწოლი აალაგე? არა ულაგებია. ყველაფერზე უყრია. ერთი წუთი. დამიწყდარდიში. ნინო, საათს ხო ვერ შემახსენებდით, რომელი საათია და საწოლი როგორ ასალაგებელი გაქვს. ეხა დროზე მორჩიე კარტოფილის ჭამას და წადი. მერე გარდირობიდან ყველაფერი გამოალაგე და საწოლზე დაყარიარა, დაალაგე. რომ ის გარდირობი უნდა იყოს მარტო შენი. შენი. ბარბარემ გადმოალაგა თავის ტანსაცმელები კამოდში. კიდე კაი კამოდი არ გავაჩუქე ხახო. სრატო უნდა გამიჩუქებინა. შვენი ანუ ვაპირებდი რომ გოგოებისთვის ვიყიდი მეთქი მერე კამოც ხალოთა. რატო უნდა გაიყიდო როცა წინ გიდებ. თან არ არის დაზიანებული და რაღაცა რა სოფისეული უბრალოდ ნესტმა თავისი ქნაა რა და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ აუ სარეცხი უნდა შევყარო. დილა საკეთია ვამბობ სარეცხი უნდა შევყარო. მერე ესა ერთი შევიდა აბანოში, მერე მეორე შევიდა და ვერ შევყარე რომ გაზი აკლდებ, ანუ წყალი რო შეაქ ხოლმე უცივდება და კივიან იქიდან. შენ ეხა გაცვია რა მე მაგის ქვეშ. და ზოგადად მაგიდასთან და დაჯდნენ, მაგიდაზე კი არა.
ბარბარა შენი აზრით გამოვა ეს? აუ ჩემი აზრით არა. რას ვიკავ თავი? ჰა? ესე იგი წუხელ კი ნაღამ ჩაუვარდი ტუპის და გაუჩეჩქვე ის ბებერი თავი და მოხუცებული თავი. რომელი საათიდან დაიწყო ესე ზიისა იქ თავი სადაც არის? ხო? ესე იგი ხო გამიწურილა ისედაც გაწურილებული ნერვი. გავაღებ ფანჯარას და ჩუმად ვეჩხუბი. შედი ჩქარაბიჯო. არ ჩამომიყვანო მანდა. გავიგებ ხმას რომ იცუნცულობს და ეგდებ. როგორც კი დავწვევი და ჩავთვლემავ, გეფიცები 1-3 გამაღვიძა და ალბათ რავი რომელ საათზე? 3-დან იწყებს. 2-ზე, 3-ზე. 1-3-ჯერ 4-ჯერ გამაღვიძა ტუპის. განაანტირო და არა. ეგ აგჩვევა. აქეთ რო ვიწექი და მანდით აღარ უკვე. ანუ არ ვაქცევთ ყურადღებას, ხმა ისი არ შემოდიოდა რა. და მეთქი ჯანდაბას იკვნესოს. ავდგები ისე, გავაღებ ფანჯარას, ტუპი. ყველაზე კარგად რეაგირებს, შედი ხევში გარაში. იგივე დახრითავს და მიდის, მაგ სიტყვებს. გეფიცები ახლა როცა იქნა გაჩუმდა და ახლა როგორც კი 5 საათი გახდა და მამალმა იფიქრა რომ გათენდაო და აიმე, აი ეს პატარა შავი მამალი რო დადის, მაგას ვერანაირად ვერ გავაჩუმებდი და ავდექი და რავი, ყველაფერზე მეფარა ყურებზეც, რომ მეთქი დაიძიდება და ნერვებს გაუფრთხილდი, ყვალე საჭირო ხარ. და მეძიდა. კარები მქონდა ღია მერე. ანუ რაც გამოველი ნინოს არ უნდა რომ იქიდან გამოსულიყავი და კარებს ტოვებ ღიას. მე რეტყობა დილას იოანე რომ გამოვიდა ეკლესიაში რომ წავიდა. ეტყობა სანამ კარი რაღაცა შემოვიდა ის ბურძგალა შავი კატა. ცოტა ხანი ვინმე გული გამისკლა მეთქი და დადის იქ. ცოტა ხანი იკრუტუნა მე ადე მეთქი მანან აღარ ხან ძაღლმა გაგაღვიძა ხან ქათამა და ხან კატა აღარ არის შენი ძილის დრო. რატო არ წახველი მე? გამეძირო. გეთქვა და გაგაღვიძებდი. ხო და ავდექი დილით ვიქალე, ეს ჰაერია შესული და ეს არ მაწყობს. მაგრამ თლიანობაში რო ვთქვათ, ანუ არაფერი ისეთი არ გამიკეთებია რა და ამის გადადებას ხვალე დაღლილი რომ მოვიდოდი ვერ ვიზავდი, შანსი არ იყო თან კაი ამინდიროა, უფრო მალე შრება რა, ეს ნიავზე ეს ემულსია და ხვალე ამის გამკეთებელი ოთახში არ ვიყავი, საგიჟია ეს. ხვალე მირჩევნია უკვე გამშრალი დამხვდეს და დავჭდე და დავხატო და აღვადგინო ის ოღონდ იმედია Google-ში ვნახავ რამე რელიეფურ ამას გადავუღებ სურათს იქნებ ვიპოვო რომ საზღვრები აღვადგინო და თლათ ჩემი ინტერპრეტაციით არ გავავლო საზღვრები სადაც დაპატარავებული ტერიტორია. რანაირად იხევა ხო შეიძლება რომ ესე გაიხეს? მერტო ჩემ ეს ხოდი ისავქენთ ახლა პადვალზე ამბობს რომ უნდა გავაკეთოთ. ვერ არის. ეგ ჯერ არ არის გეგმაში ბარბარე, ჯერ პლოშატკა. აი ეს უნდა ჩამოინგრეს. თუ მაღლა კუხნის გაკეთებას ვაპირებ, იმიტომ რომ ამაზე აი ბიბლიოთეკასაც არის ის არის მარტო ახალი დასხმული. რო ვაპირებდით მაგის ამოშენებას, მაშინ ისაქნა ჩამოანგრია ლაშამ და გააკეთა ახლიდან. აი, პრომის პეპრო გაგვიჭყვეტა გახსოვს, გაიარა და ეგეო რა ჩამოვარდა. მაშინ სიმძიმე იყო რომ შეიძლება გაჭყლეტილი იყო. აგეს მთლიანად მაშინ ჩამოვარდა. გაგვეჭყლიტაო. ეს შევიდა. რა სასაცილო. ოხნა შევიდა და ეგეო იმასაკდა. ხო და ეგ არის გასაკეთებელი და სანამ ეგ არ გაკეთდება. ბებო არ მოვიყვა. ბებო არ მოვიყვალო. აი მე იმინდა ус რაღაც.
დღეს ინდაური და წიწილები უნდა დავაცალკევო, იმიტომ რომ დილით ახლა ხო ყველაფერმა ისა და წიწილის წივილი მესმოდა, ინდაურს ჩვევია, ბუმბულებს ჭამს. ანუ რაღაცას აცლის ბუმბულებს რა და რა წიწილებთან ერთად ხო გაიზარდა და სამივე წიწილა ზურგზეა გატიტულებული და წიწილის ტირილი მესმოდა, წივილი. წიწინი რავი რაცა ქვია მაგას. მივხვდი რომ უეჭველი ის პუტავს მეთქი და ჩამოუვარდი და ამოსხი. არა და მაგ წიწილების გარეშე ვერ აძლებს ეგ ინდაური. ძალიან მაგარი ამინდები მიდის. წინაზე რომ ნახე, ალბათ ერთი კვირის წინ ამინდები როგორი იქნება, მეთქი ამ დროს აჩვენებ და ძალიან დაბალ იმას, ასე რომ ხანდახან არ უნდა ვენდოთ ხოლმე ნამდვილად იმას პროგნოზს. ერთ პირს დავფარავ რამენაირად, 1 საათი შეიძლება მოუნდე და თავს დავანებებ. სარეცხ შევყრი. პრინციპში ხა შევყრი სარეცხს, 1 საათში მორჩება კიდეც და ტექნოლოგია თავისით დარეცხავს. კანაფის თოკი მაქიმით გაუკეთებ გახვრეტის გარეშე საკითხს. ჩავაყოლებ ესე წებოს. და ჩარჩოს მეტად მყარს გავუკეთებ. ეხა ისე რომ ნინო აიქ. ნინო, კატა ხო არ არის ადმე ასული? შავმა კატამ იცის. რა გული გამიხედი კა. შავმა კატამ იცის ხოლმე ასვლა მაგიდაზე. ოღონ თუ იქ ახარ ისეთი ღვთიური სახითაზე ისეთი მე რა არაფერს მაგისთანაც არ გავაკეთებ, მაგრამ თვალს მოარიდე თუ არა შეიძლება საჭმელქვები ჩავარდეს. აი ეს დიდი კატა. წესით რომ ზრდილი უნდა იყოს. იქ თუ ხარ და მაგიდასთან მიიყვანება, იმე ისე მოისაწყლეს თავს. ისე რომ რა იყოს. მიდი ეხლა რაც გითხარის გააკეთე. კარი გამოხურე კატა არ შემეპაროს. კატა უკანთეს. ეს არა შავი. საწოლი აალაგე, ტელეფონი დადე და ისე და გარდირობიდან გადმოალაგე და საწოლზე ლამაზად დაალაგე. მაიკები, შარვლები, გასასვლელები ის რომ ავდგები აქედან გამიადვილდეს დაბინავება. და ისა პლასმასიც დაცალე? ხო, ყველაფერი თქვი. და ის პლასმასიც ნუკო ჯერ თაროების ქენი. უჯრებიც გარდირობის. აქეთ უჯრაში მარჯვნივ რა იდო გარდირობისაში. გასაღები რო უკეთია. გარდირობის მე ერთი უჯრა მაქვს, მაგას ვერ დავცვლი. ისა ნასკები არის შენი ნინო, ხო? ეს ერთი უჯრა უნდა მქონდეს ხა? მქონდეს, კაც არავინ არ გართმევს. კითხულობ უბრალოდ. აი ეს ცოტა უნდა გავათხელო თორე იხელა ქაღალდი. რა მაგრა გავამაგრა ამან კრახმალით რო ვაკეთებ ხოლმე კრახმალი ცოტა გვიან შრება და ეხლა კრახმალი არის მიქნია რადგან კარგაბლომად რაოდენობა მაქვს წებოსი და ასე ისავქენი სანამ ამას ვაკეთები ვუყურები ეშერეფის სიზმარს. ხო, ერთი კვირა, რავი, შეიძლება ახალი სერიაც დაიდო კიდეც. რამდენი ხანია დაწყებული მაქვს ვითომ და ვუყურო. ბარა აბა, ვუყურე და ისე ადვილად მიდიოდა და ეხა კიდე რომ მოვჩი. მეთქი რა გავაკეთო და მე გამახსენდა რომ დღეს ვლოგი არ მაქვს ჩაწერილი. უბრალოდ დილას დავდე წუხანდელი გადაღებული ვლოგი და გამახსენდა ეგ.
ეს არის ცოტა თან უხეში რაღაცნაირი ქაღალდი კი არ არის პლასმასია და ეს არის ერთმანეთზე თუ არ დაამთხვიე შეიძლება პირები ააცილოს და მე რესტავრირება ცოტა ძნელი იქნება, ამიტომ კაია. სასიამოვნო პროცესი. ყოველ დღე შეიძლება ადამიანმა ახალი პროფესია შეიცინოს. ოღონდ თან ისეთი რომ მოწონდეს. რა თქმა უნდა. სიამოვნებდეს. ეს არის პაპიე-მაშა არ არის ეს, მაგრამ დაახლოებით ეგ ტექნიკა არის. პაპიე-მაშას გამოვიყენებ აი რელიეფურად რო გავაკეთო მაღლიდან რა, არ ვამოაბრუნებ მე. მოიცა გოგო. ოკეი, აქ შეგიძლია. ეხა წავალმაში სარეცხს შევყრი, რომ მორჩები ამას, ისიც მორჩეს. აი რა დაახლოებით 20 წუთია ვიდეოს ვიღებ და ხო არ გავჩერებულ ორ ვაკეთებ. თან საკმაოდ სწრაფად, იმიტომ რომ ძალიან ეხა ის არ არის რომ გაგეხეს, იმიტომ რომ პლასმასია. მაგრამ მაინც ცოტა მაქვს გაკეთებული. ესე რომ კაი ხანი მომდები ალბათ ამას. ვიდეოს გადაღებისას ცხვირი ვარ ამეფხანოს ხო არ შეიძლება. უი მართლა. უნდა შეგეკითხოთ წეღან ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა წინა ვიდეოს კომენტარებში დაწერათ და დახმარება ითხოვა. ნათია თუ არ ვწდები. სწორედ უნდა ბინა დაახლოებით 700 ლარის ფარგლებში რომ იქირაოს თბილისში და ესა არიან თვითონ მეუღლე და 5 წლის ბავშვი. თუ იმე იცით ან რაღაცა, აი წინა ვიდეოს კომენტარებში შედით იქ წერია და დაეკონტაქტეთ თუ იცით ან თქვენ გაქვთ მსგავსი სიტუაცია რომ მიაქირავთ. დავეხმაროთ ერთმანეთს. ეხლა წავედი. ჩამოვიტანო ჩემი არ არის იოანესი, ჩამოტანილია სარეცხის მანქანასთან მიდევ, მაგრამ ეხლა თქვენ ხართ კომპიუტერზე მიყუდებულები და კომპიუტერი მქონდა შეერთებული იმ დამაგრძელებლით. უკვე მივედი იმ ადგილას, სადაც სიცარიელეს უნდა რამე ვუშველო. მოკლედ ხვალე მაქვს დაახლოებით გამოცდის ტიპის სამუშაო დღე. ჩემი უმფროსი არ იქნება, რომ ვინ გადავაბრალო, ან რომ რაღაცა დაგვიანდება თავის თავზე აიღოს. თუ რამეს ვერ მოვასწრებ, ჩემი ბრალი იქნება. მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ. ხო ისა, რაც შეეხება წეღან ნინო მიგდებდა იმას, რა ქვია, სკრინებს კომენტარების თავის ახალ ნამცხვარზე. მე გითხარით, რომ ანუ სწავლობდა 5 დღიანი კურსი იყო, რომელიმაზეც ისევ მოვიწყდება, სადაც ისწავლა ახალი ტექნიკები, ტორტის, ამის, ნამცხრების სხვადასხვა და ერთ-ერთი ნამცხვარი გააკეთა, ნუგა, გებრიელეს ხახნო დამიჭერეთ, მე ხო იქ დისტრიბუტორიც ავარ. დისტრიბუტორის შუაში. ისა. აი, ხო, მაგრამ ვერ ვამბობ. რა ქვია, ხახნო რო სინჯავენ. ეხა ვიცით რო ამბობთ, მაგრამ არ მესმის. ბარბარე! დაგითხო. ხახნო რა ქვია? ესეთი რამეები თქვენც აქ ჭირთ, კორონას მერე დამემართ. ვიცი რაც უნდა თქვა, ვერ ვამბობ. ბარბარე! აიმე. ბარბარე! უკაცრავად თქვენთან. ვერ ვიხსენებ. ნინო! გეფცები, აი ეს მეტალო ფანჯრები, ვიც მოიგონა, მაგარი საბეგვია ისა.
ვერ მოიგონა. აი მე რაც არის ხო მიხვდით რას ეგ ვარ ხო და რას ვამბობდი რა მშორობ აქ რაც აქვია ვიცი რაც აქვია მაგრამ დეგუსტატორი ხო ქალო დისტრიბუტორი მე თუ რა ბუეტი ვარ ხო და ანუ არაფერი არა გავიხსენი რაღაცა უნდა მეკითხა სთხოვდით იმას სთხოვდით ხო უთო მინდა წვის მე სადამაქმე კა მანდარა დევ ქალო სადაც იღებდი საიდანაც გაგვიზიარე რეცეპტიო გეხვეწებიო ძალიანო ესაო ისაო მე ამ ხალხისა გამკვლევი ადამიანმა გადაიხადა კაი თანხა რომ ეგ ესწავლა წეგან ჩამიო 1-5 ყოის კომენტარი იყო რომ რეცეპტი გაგვიზიარე ჯერის რო ხო პირველი ნუგა მე გავაკეთე ხალხო ოღო თავზე მედგა იმასავით მოლანდებასავით ჩემი უფროსი და ეს უყავი ის უყავი ესექენი ხო და მე არ მომწეროთ მაინც ვერ გეტყვით როგორ გავაკეთე იმიტომ რომ ის მეუბნეოდა და აჰა ელემენტარული დეგუსტატორი ვერ გავიხსენე და ეხლა მე იმას ნამდვილად ვერ გავიხსენებ რამდენი რა ვუყავი ვიდექ და ვთქვეფავდი ეს შეზამიდე მე მჭირდებოდა და დავდე შეიტანე ისევ ხო და თვითონაც ეცინებოდა რა აი ხარ რომ წერენო მივცემო ელემენტარულია ხო იმან ხო ფული გადაიხადა და ისწავლა ისეთი რომ იყოს რომ აი ყველა მიცის და რაღაცა არც გამოაცხადებდნენ სწავლებას ეგ კი არა იცი რა გავსი ჯემ ნინოს გაკეთებული სუფლეები როგორი ლამაზები რო როგორ პრიალეს ეს ყოზით რომ ვიღაცა მირეკავს მოკლედ წავედი